ხალხის მუნიციპალიტეტის 4 ბაღში კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა. გასაუბრების შედეგები მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა გააპროტესტა. ნატალია დავითაძემ ხალხის ბაღების გაერთიანების საპრეტენზიო კომისიაში საჩივარი შეიტანა. იგი თვლის, რომ კონკურსის მეორე ეტაპის შეფასება არაკომპეტენტური იყო. გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კონკურსი სამართლიანად და ყველა სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა. ინგა ხინიკაძის მით სააპელაციო კომისია კონკურსანტის განცხადებას უახლოეს მომავალში განიხილავს. შეგახსენებთ, ჭარნალის ორთაბათუმის ზედაახალშენისა და ქვედაახალშენის საბავშვო ბაღების დასაკომპლექტებლად კონკურსი თავდაპირველად აპრილის თვეში გამოცხადდა. პირველადი შედეგები ხელვაჩაურის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და რამდენიმე კონკურსანტმა გააპროტესტეს, თუმცა საჩივრები არც ხელვაჩაურის საკრებულოში და არც გაერთიანებაში არ შესულა. კონკურსის შედეგები არ გაუქმებულა. საპრეტენზიო კომისია პირველ ეტაპისთვის არ ყოფილა, არ შემოსულა არც ერთი განცხადება და არც შექმნილა საპრეტენზიო კომისია. ეხლა მეორე ეტაპისთვის გვაქვს საპრეტენზიო კომისია განცხადება შემოსული. ეს არის ნატალია დავითაძის განცხადება. შექმნილია კომისია. მიმაჩნია, რომ კონკურსი სრულყოფილად ჩატარდა, მაგრამ ქალბატონი ნატალია გვეუბნება წერილობით, რომ არის არაკომპეტენტური ჩატარებული და ითხოვს გაპროტესტებას. საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება, რათა ამ კომისიის მაკონტროლებელი რაღაც ჯგუფი შექმნილიყო. თუ როგორ მიიღეს ეს თვითონ პროცესი როგორ მიმდინარეობდა. ამ საკრებულოს ხდომაზე აღნიშნული საკითხი იქნება საკრებულოს ხდომაზე გატანილი. მე ვფიქრობ, რომ დეპუტატები, კოლეგები დაუჭერენ ხარს და ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს ხდომაზე მივიღეთ.